დადგენილება ადეიშვილის ბრალდების შესახებ არის პრაქტიკულად მომზადებული ჩვენთან. მას ის დახვეწის სტადიაშია და თუ დღეს არა, მაქსიმუმ ხვალ ის წარედგინება სასამართლოს, ასე რომ ბრალდება ამ დროში იქნება წარდგენილი. ამ ციხის ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც განცხადება იქნა გაკეთებული ჩვენს მიერ. რაც შეეხება გამოძიებას ციხის ინციდენტთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება, ყველა დეტალი გულდასმით ისწავლება ჩვენს მიერ. მე შემიძლია გითხრათ შემდეგი, რომ მართლაც უნიკალურ ფაქტთან გვაქვს საქმე, როდესაც მინისტრის მიმართ პრეტენზიით მოგმართავს არა მოქალაქე, არამედ უცხო ქვეყნის საელჩო უგზავნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტას და საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ჩვენთან მოდის ეს ნოტა და ნოტაში ვკითხულობთ საელჩოს პოზიციას, სადაც ის თავისი ქვეყნის მოქალაქის პრეტენზიას აცხადებს, რომ მას კონკრეტულმა მინისტრმა აიძულა ეყიდა 10 Toyotas მარკის ავტომანქანა. და ეხლა ვერც ამ საელჩოს დავასახელებ ჯერჯერობით და ვერც ამ მინისტრის სახელს და გვარს, რადგან ეს გამოძიების საგანია, მაგრამ თავისთავად ერთი რამ კი შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის ის მინისტრი, რომლის მიმართაც ჩვენ აქამდე ბრალდება გვაქვს წარდგენილი. სხვა არის კიდევ. თავისთავად ძალიან საგულისხმო არის და შეფასება თქვენთვის და საზოგადოებისთვის მომინდია, როდესაც სახელმწიფოში არის მინისტრი, ვის მიმართაც ჯერ ბრალი არა გვაქვს წარდგენილი და ასეთები ყავს კიდევ, ვინც ბრალდებულნი არიან, კიდე არის სხვა მინისტრი, რომლის მიმართაც პრეტენზია გადმოცემული არის საელჩოს მიერ. ეს თავისთავად ეხლა ცივია ცხელიას პრინციპით არ უმუშაოთ, ეს თავისთავად არის ძალიან მძიმე შემთხვევა, როდესაც ასეთ ქვეყანაში გვიწევდა ცხოვრება, სადაც მინისტრიც კი მსგავსი მძიმე ქმედებებით იმხილება. აზერბაიჯანის მოქალაქე, თურქეთის მოქალაქე Toyotas markis ავტომობილი შეაძენინა მან, თუ არის ეს საქმე, ადნარ სახელმწიფოებრივი დამავიწყდა ამ მოქალაქის, თუ საუბრობთ კონკრეტულად ამ საქმეზე. მე ასეთ დაკონკრეტებას არ გავაკეთებ, ბუნებრივია, მაშინ თავიდან ვიტყოდი ვინ და როგორ, ხო, თქვენ ისეთ მოცემულობას დებთ ტოლობის მარცხენა მხარეს, მარჯვნივ უნდა თქვა, რომ ან ხო ან არა, ბუნებრივია, რადგან ის პოზიციაა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტიკა არის დაუშვებელი, დაკმაყოფილდით იმით, რაც თქვით და იფიქრონ მოქმედმა არა ყოფილმა მინისტრებმა, რომელი მათგანი არის ის ადამიანი.